გინდა თუ არა ემსახურო ღმერთს. როცა ამ შეკითხვას ვსვავ, არ გულისხმობ ოფიციალურად ამის, ასე ვთქვათ, გაოფიციალურებას, რომ ვიღაცამ უფლება მოსილმა ადამიანმა, ვთქვათ, დაგიკანონოს ღვთისმსახურება, გამოიცვალო შესამოსელი და ამით გამოხატო, არა. თუ გაქვს ღვთისმსახურების სურვილი, სადაც ხარ, როგორც ხარ, ამ მდგომარეობაშიც, რა პროფესიაშიც შეგიძლია გახდე ღვთისმსახური. ოღონდ უნდა გახდე ჯერ არარავობა. თავად უფალი ხდება არარავობა, მაცხოვარი, როცა ის შეუდგება მოღვაწეობას. სანამ მასზე გადმოვიდოდა სულიწმინდა ნათლობის დროს, მანამდე ვინ იყო უფალი თუ გახსოვთ? დურგალი. მისი გამზრდელი მამა იოსები იყო დურგალი. არის სახარებაში ერთი ადგილი, სადაც ის თავის მშობლიურ მხარეშია, ნაზარეთში და როცა საუბრობს ათასასუფეველზე, ის ადამიანები, ვინც იცნობენ მას, ამბობენ, რომ ესო ხუროს შვილი არ არისო, საიდან იცის ამდენია. ხურო, ანუ დურგალი. უფალი რომ მას შეძდგომოდა ღვთისმსახურებას, მაქსიმუმ გამხდარიყო კარგი დურგალი, ცნობადი, ასე ვთქვათ, სახელგანთქმული დურგალი და საჭირო კაცი ამ წუთისოფელში. მაგრამ როცა ის ხდება ღვთისმსახური, ასე ვთქვათ, იწყებს ღმერთისადმი მსახურებას, მისი კაცობრივი ბუნებით, ასე ვთქვათ, ის ხდება არარავობა. არაფერი აღარ არის ის, ხო? უბრალოდ მოხეტიალე, აი გარეშე თვალით რომ შეგეხედათ, ვიღაც მოხეტიალე, რომელიც ქადაგებს რაღაცა უცნაურობას. ამბობს კიდევაც ერთ ადგილზე, რომ მელიებს სოროები აქვს და კაცის ძეს მისაყუდებელი არა აქვს თავისო. ანუ არაფერი არ გააჩნდა მას. იყო არარავობა ამ წუთისოფელში. კუდრეთით აღდგომის მერე ის, ასე ვთქვათ, იკავებს მამის მარჯვენ ადგილს სახარებაში, ესეც წერია. ხდება მეფე. უფალთ უფალი, ხო, ეს უკვე სხვა თემაა კიდე. მოციქულების იყვნენ ასეთივე არარავობები. აი ნახოთ, 1 კორინთელთა მიმართ წერილი, მე-4 თავის მე-9 მუხლიდან შეიძლება წავიკითხოთ, რომ ფიქრობ, რომ ჩვენ მოციქულებს ღმერთმა უკანასკნელი ადგილი მოგვიჩინა, როგორც სიკვდილი მიჯირებს. მე-10 მუხლზე გადავიდეთ. ჩვენ უგუნურნი ვართ ქრისტეს გულისათვის, თქვენ კი ბრძენი ხართ ქრისტეში. ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი, თქვენ განდიდებულნი, ჩვენ კი ღირსება დაკარგულნი. ჩვენ ამჟამად მშიერი და მწყურვალნი ვართ, შიშველი და ნაგვიმნი მოხეტიალენი. მე-13 მუხლი. სახელს გვიტეხენ ვეფერებით, გავხდით ქვეყნიერების განახვედი. ყველაფრის ნაგავი ვართ დღემდე. ახლა რო არ მეთქვა, რომ ეს არის მოციქული პავლეს ეპისტოლეს და ამ მონაწერი და ის ამბობს ამას თავის თავზე და თავის ძმებზე, დანარჩენ მოციქულებზე. პირველ რიგში რას იფიქრებდით ადამიანს, რომ თქოს მე ვარ უძლური, ღირსება დაკარგული, ნაგვემი, განახვედი ქვეყნიერების, ყველაფრის ნაგავი ვარ. არარავობა, ხო? ეს ადამიანი არაფერს არ წარმოადგენს ახლა. გარდა იმისა, რომ არის ღვთისმსახური, ხო? თუ არ ახარ მზად გახდე არარავობა, ღვთისმსახური ვერ გახდები. თუმცა სულიერი ზრდის საფეხურებზე, სანამ ადამიანი აქამდე უნდა თუ ხარ მორწმუნე და დაიწყე ცხოვრება მორწმუნეობრივი, საბოლოო ჯამში უნდა მოხვიდე აი ამ სიცარიელებამდე, აი ამ არარავობამდე უნდა მოხვიდე. სხვანაირად ღმერთისმსახურება არ არსებობს უბრალოდ. ამ წუთის სოფელში უნდა გავხდეთ არარავობა, ქვეყნიერების განახვედი.
ეხლა მე მესმის რომ ზოგჯერ ჩდება ესეთი შეკითხები რომ რაღაცა დაუშვათ აბსოლუტი სოფელში სანამ ღმერთს იპოვიდი და დაფიქდებოდი რაღაცა წარმატებას მიაღწიე პროფესია აირჩიე კი ბატონო არავინ არ გვართმევს პროფესიას და არაფერს არ გვართმევს არავინ მე არ ვიცი ეხლა ვინ როგორ შეიძლება გახდეს არარავა ეს ჩემი გადასაწყვეტი არა ერთი ეგ ვიცი რომ თუ ღმერთისათვის გიძგერს გული და სთხოვ ღმერთს ის წაგიყვანს იმ გზით რომელიც შენთვის საჭიროა და რომელიც მიგიყვანს სათასასუფევლამდე ღმერთამდე ეს წუთი სოფელი წარმავალია ხოლო ღმერთამდე მისასვლელი გზა და ღმერთის სასუფეველი არის მარადიული სიხარული არჩევანი ჩვენზეა ისიც ჩვენზეა გავხდებით თუ არა არარაობები იასო ამბობს ერთ ადგილზე რომ მოდით ჩემთან ტვირთ მძიმენო და მე შეგივსუბუქებთ ტვირთს ჩემი უღელი საამოა და სუბუქი იახასი არის მსუბუქი უფლის ტვირთი მაგრამ რთულიც არის რთული რა არის რთული არის საკუთარი თავის გადალახვა მეტი არაფერი საკუთარ თავში დანგრევა ძველი კაცისა ეს არის რთული ხოლო უფლის მსახურებაში ყოფნა მართლაც საამო და ტკბილია